ყველას უთხარი რომ ეს თქვა მე მიმაქვს და ჩემ შვილს ვარქმევ ესმას. ამ ეზოში ცხოვრობდა ჩემი ბებია ესმა. ესმა იყო თალაკვაძის ქალი ასკანიდან. ესმა ბებია საინტერესო ქალი იყო, 100 წელი იცხოვრა, ძლიერი ადამიანი იყო და ბევრი ისტორია არსებობს ესმა ბებიასთან დაკავშირებული. ზოგი ნამდვილი, ზოგი გალამაზებული, ზოგი ჩვენამდე მოსული უკვე სხვანაირად გადასხვაფერებული, მაგრამ რამდენიმე რეალური და ან რეალურთან ახლოს ამბავი არსებობს. ესმა ბებიას ყავდა 4 ვაჟიშვილი, შაქრო, შოთა, შალიკო და გაბილა. 2 ტყუპი იყო მათ შორის და 1 ქალიშვილი ქეთო. ესმა ბებიას და ლადიმე ბაბუას ამ ეჟელში ცხოვრობდნენ, ყანას ამუშავებდნენ, წისქვილი ჰქონდათ და ჩვეულებრივი მეურნე ხალხი იყო, არაფერი განსაკუთრებული. ესმა ბებია რომ მოსულა ეს მეორე მსოფლიო ომი რომ მოსულა, გაწვევა მოსვლია 2 უფროს ძმას და ტყუპებს უთქვამთ რომ ჩვენო სახლში როგორ დავრჩებითო, ჩვენი ძმები ომში მიდიანო და ვახშმათ ასე უთქვამთ თავისი მშობლებისთვის 16 წლისები ყოფილან, მათ არ ერგებოდათ ომში წასვლა. და 17-ის არ იყვნენ თლათო და არ ეკუთვნოდათ რომ ომში წასულიყვნენ და იმათ უთქვამთ ჩვენი ძმები მიდიანო და ჩვენ როგორ დავრჩეთ სახლში. და ამაზე პასუხად ლადიმე ბაბუას უთქვამს ყოჩახ ქალო ესმა კაი შვილები გაგიზდიაო. ესე იგი მოუწონა ეს გადაწყვეტილება შვილებს და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ 4 შვილი, 4 ვაჟიშვილი ერთად გაისტუმრა ესმა ბებიამ ფრონტზე. ეს როგორი ამბავია, ყველას მოგიხსენებათ, მაშინ მთელი სოფელი აცილებდა ომში ახალგაზრდებს, მთელი სოფელი იყო წასული, ბევრია ჩვენ სოფელში დაღუპული და დაკარგული ომში. 175-ია მგონი ობელისკზე რაც არის გაკრული აქ ჩვენთან ბახუში. მოკლედ ესმა ბებიას და ლადიმე ბაბუას რომ გაუცილებიათ შვილები ომში, ოზურგეთის სადგურიდან რა თქმა უნდა, მაშინ ფეხით დადიოდნენ და ფეხით წამოვიდნენ ბახუში სახლში. მთელი სოფელი, ვინც გააცილა დანარჩენი ბავშვებიც, შვილები, ბიჭები. და უკანა გზაზე ესმა ბებიამ რიყეზე ისურვა მარტო გზაო. ასე ყვებია. ყველას ეგონა რომ ჩათვალეს რომ ესმა ბებიას უჭირს ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა გასაგებია და აცალეს რომ მარტო წამოვიდეს სახლში. ესმა ბებიამ როგორც ყვებიან იპოვა რიყეზე ნახრეტიანი დიდი ქვა და გულზე დაიკიდა. ამ ქვის შესახებ ბევრმა არაფერი არ იცის, იმიტომ რომ ამას მალავდა ესმა ბებია და სულ ასე თავშლების და ხილაბანდების ქვეშ ჰქონდა. ის კი ყველა მიცოდა რომ ესმა ბებიას მას შემდეგ ლოგინში არ დაუძინია. ეს თვითგვემის ერთ-ერთი ფორმა. ქრისტიანულ წმინდანებში და იქ რაღაცას ისტორიებს რო კითხულობ, ამბებს რომ კითხულობ წმინდანთა ცხოვრებიდან, იქ არის მსგავსი მაგალითები, რომ ტანზე გაუხთელი ეძინა. ესე იგი, კაბა არ გაუხთია. ამას რას ნიშნავს, იცით, რა თქმა უნდა დაიბანდა და რა თქმა უნდა მოწესრიგდებოდა, მაგრამ ლოგინში არ ჩაწვა, ლეიბი ჩამოაგდო და პირდაპირ ფიცარზე, აი სადაც ხალიჩას აგებენ თუ ფარდაკს აგებენ, აი იმ ხალიჩაზე ეძინა. შვილების დაბრუნებამდე. ჩათქმული ქონდა როგორც ჩანს. მოვიდა ერთი შვილი, მობრუნდა რამდენიმე წლის მერე მეორე ტყუპის ცალი. დამთავრდა ომი და მოვიდა ტყვეთნამყოფი მესამე შვილი. მეოთხე ერთი არ ჩანს. არ არის გაბილა. ესმა ბებია დარწმუნებულია რომ ისიც მოვა. დადის ყველას სამძიმარზე, შეიცხადეს, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი დაიკარგა, არის თელი გლოვა სოფელში, ამდენი ახალგაზრდა დაკარგული, ესმა ბებია დარწმუნებულია რომ გაბილა დაბრუნდება. გავიდა დამთავრდა ომი, ესმა ბებიას აგუებენ ნელ-ნელა, ეუბნებიან თქვენ საქმეს მიხედეთ შვილებო, მე ჩემი გარკვეული მაქვს, მე ვიცი, ჩემი შვილი დაბრუნდება. იმდენად დარწმუნებულია რომ სადილზე არ ჩერდება მეზობელთან. მეზობელი რომ ეუბნება რომ ესმა მოდი დაგვეწვიე, არა, სახლში უნდა ვიყო, ბიჭი რომ მობრუნდეს, სადილი ხომ უნდა დახვდეს ცხელი. ამდენად დარწმუნებულია. რეცხავს გაბილას თეთრეულს, ამზეურებს, ქვეშაგებს, აუთოებს და რეცხავს მის ტანსაცმელებს. რაღაცა ეს ცოტა წარმართული სიძლიერე და რწმენა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 6 წლის თავზე ნაწვალები მართალია ძალიან დაგლახებული და გაღატაკებული და გაუბედურებული, ფოთი სპორტში ჩამოდის მისი მეოთხე შვილი. და ის ამბავი მაშინ გურიაში რომ ესმა ასეთი დარწმუნებულია რომ ის დაბრუნდება და ამ ქვას ატარებს თან,
ყველა მიცის აქ ვინც კი ნაცნობი შეხვდა ფეხით მოდის რა თქმა უნდა ფოთიდან და ვინც კი ნაცნობი შეხვდა ამ გზაზე ყველა თან წამოყვა ყველას უნდა რომ ნახოს ესმა ბებიას და მისი შვილის დაკარგული შვილის შეხვედრის ამბავი და რომ მოვიდა აქ ტევა არ არის თურმე ეს ორღობები სულ სავსეა ხალხით და ცნობის მოყვარი ხალხით რომ ამას ესმა ბებია ლეიბებს ფერთხავდა ასე ყვებიან ლეიბებს ფერთხავდა არ დაანება თავი ამ საქმეს რომ მიხვდა მის თავს ასეთი ამბავია ლეიბები ბოლომდე შეიტანა მოაწესრიგა დინჯად ჩამოვიდა კიბეზე მისი გაუბედურებული შვილი ჩაიხუტა შუბლზე აკოცა ვითომ ეს ასე უნდა ყოფილიყო არაფერი ზედმეტი ემოცია იქ არ გამოუხატავს ასე ყვებიან გულის პირი საჯაროდ ყველას დასანახად გაიხია ქვა მოიღო წყნარად მივიდა და ღობეზე დაკიდა და ამ ხალხს უთხრა რომ რამ გაგაჩიჩინათო ჩემს სახლში დღეს ლხინია მომეხმარეთ ამდენ სტუმარს მასპინძლობა ხომ უნდა და ქალებს მიმართა მოდით მომეშველეთო და სუფრა გავშალოთ ამ ქვას ვერავინ ვერ შეეხო იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ძალა რაღაცა სიძლიერე ცოტა გრძნეულობა ერია მაგამ ბავში ესმასი ცოტა შიში ჰქონდათ არც არავინ ესმას სახელი არ დაარქვა თავის შვილს რამ ხელასანათესაო გვაქვს გამრავლდა ესმას შვილები სამი შვილი დაოჯახდა გაბილა კი მერე გარდაიცვალა მაგრამ სამი შვილი დაოჯახდა იმათი ნაგრამი ბევრნი ვართ ჩვენათ ესავები ცოტანი არა ვართ წულაძეები არავის არ ქვია ესმა ჩემს დეიდაშვილებს ბიძაშვილებს მამიდაშვილებს არც ერთს არ ქვია ესმა ჩემი შვილი რო გაჩნდა მე გადავწყვიტე რომ ჩემი ოჯახისთვის მემცნო ეს ამბავი და ჩამოვედი გურიაში ეს ქვა მოხსენი და ყველას უთხარი რომ ეს ქვა მე მიმაქვს და ჩემ შვილს ვარქმევ ესმას ძნელი წარმოსადგენია ამ ქვას 1 კილოს აკლია 60 გრამი და მე ესმაბები ამბობდა თურმე რომ ეს ნენა ამფერი გლუვი არ იყო ჩემს ტანზე გაგლუვდა ესე იგი ტარებისგან რამდენი წელი ეკიდა აგერ ღობეს აკაციის სარსე ასე ამ ქვის ამბავი და დიდი სახლავს ამას ჟრუალი გამივლის ხოლმე ყოველ ჯერზე სანუკვარად ტილოში გახვეულს ვინახა უჯრაში რა თქმა უნდა ჩემთვის ვირფასია ესმა რომ გაიზდება ამ ამბავს რა თქმა უნდა უამბობ ახლა მეწოდება ძიმი ამბავია და ვერ ვიმეტებ ჯერ რომ ეს ამბავი უამბობ მგონი რომ ვერ გაიგებს უფრო მეტი ჩემს ახალ წიგნში რომელსაც ქვია ჩემი ამბები რა თქმა უნდა ესეც და სხვა ბევრი ისტორია აქ მაქვს შეტანილი რომელიც იყიდება მხოლოდ გარდენიას სალაროში სხვაგან არსად